არანაცური ოპოზიცია არის ერთადერთი გამოსავალი. მაგას მიხვდება თუ არა ხალხი? ეგ უკვე სერიოზული კითხვის ნიშანი არის და ეხლა როდესაც საკუთარი პარტიით მონაწილეობთ არჩევნებზე, ამ არჩევნებში თან არანაირი რაღაცა ნაცების რევანშის საფრთხეც არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. თუ ამ არჩევნებშიც ხალხმა ვერ დაინახა ის ბანალური ჭეშმარიტება, რასაც მე ხავხსნი, ეგ ძალიან კაფიო მესიჯი იქნება, რომ ხალხს უბრალოდ უნდა ოცნების ფეოდალიზმი. შეიძლება ეგრეც იყოს, მაგრამ მე არა ვარ მაგაში დარწმუნებული. მე მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ოცნებას იმიტომ აძლევს ხმას, რომ საკმაოდ ლოგიკურად ეშინია აი ამის, რაც აქამდე გაჩვენეთ. და ეს მართლა რეალურია. უბრალოდ მაგ ხალხმა ისიც უნდა გააცნობიეროს, რომ სინამდვილეში აი ეს საფრთხე და ეს საფრთხობელა არის თქვენთვის დატოვებული. თორე რეალურად აი ამ გვარამია მელიას, ნაცმოძრაობას და ასე შემდეგ, ეხა დე ფაქტო აქვთ დედა ნატირები. ოცნებამ თავისი ხელით, აი ესე თუ არ მოკიდა ძალაუფლებას ხელით არ გადააბარა, ისე ესენი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. იმიტომ რომ როგორც მათემატიკურად ვარჩევდით, ზუსტად ეგრევე მათემატიკურად, ამათი ჯამური ციფრები ყველასი ერთად არ ყოფნის იმ ამოცანის გადაჭრას, რითიც თქვენ გაშინებენ.